ეს გახდა პრეცედენტი იმისა, რომ აი ერთი ქუჩის აღება არის დიდი მიღწევა მსოფლიოში ეგრეთ წოდებული მეორე არმიისთვის. ერთი შენობის აღება ერთ სოფელში გახდა დიდი მიღწევა და მოკლედ სიმართლე რო გითხრა, ისინი ძირითადად ის შემადგენლობა, რომელიც იყო პროფესიონალური არმია, ის ძირითადად განადგურებულია. აქ არის რეზერვისტთა დიდი ნაწილი, რომელიც იძულებით მოყავთ, რომელსაც არანაირი мотиваცია არ გააჩნია და არანაირი საბრძოლო გამოცდილება, რა თქმა უნდა, არ გააჩნია და არც საბრძოლო მომზადება არ გააჩნია. ამ ყველაფერს ხაზს უსვამს ისიც, რომ ეკიპირებაც არ აქვს შესაბამისი. ანუ ადამიანის ეკიპირება. უკვე 2025 წელი იყო მათი შენელების და შეჩერების წელი.